ისინი ვარაუდით, რომელიღაც უფროს კლასელმა, რომელიც დაინტერესებული იყო სასწავლო პროცესის ჩაშლით, ალბათ რაღაც პატარა ბალონი ისე რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო გაზის გაუშვა. ჩემი ვარაუდია ეს, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს. დერეფანში მოხდა დასვენების დროს და ამიტომ საკლასო ოთახებში შევიდა. როგორც ჩანს, პანიკა ატყდა, ბავშვები უჩიოდნენ ყელის ჩაწვას და რაღაც მსგავს სიმპტომებს, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რამდენი პაციენტი გყავდათ, რამდენმა მოგმართეთ? საშუალოდ ოქსიგენაცია დაჭირდა ძალიან ბევრს, მაგრამ ცოტათი დახმარება ალბათ 1-5-6 ადამიანს ჩვენს ბრიგადის მხრიდან. დანარჩენების არ ვიცი. ფიზკულტურაზე ვიყავით და რომ ამოვედით კლასში, უცბად რაღაც ისეთი ჰაერი იყო, რაღაც წიწაკის სიმწარე ვიგრძენით ყელში. ვერ სუნთქავდით, გვახველებდა და ესე. მე გადმოვედით ქვემოთ ფიზკულტურის დარბაზში და გამოგვყვანს გარეთ. რაიმე ხმა ხო არ გაგიგო? არა, ხმა არა, არც ბოლი, არც ხმა, არც სუნი, უბრალოდ რაღაც ჰაერში იყო, რაღაც სიმწარე, წარე რაღაც. ეს სამედიცინო შემოწმება გაიარეთ? ყველამ არა, ვინ ცუდად გახდა, იმან მარტო. და ზოგი გადაიყვანეს საავადმყოფოებშიც. შეტყობინება მივიღეთ რომ მოხდა რაღაც ის გაჟონვა სკოლაში, სადაც მოიწამნენ ბავშვები. ახლა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის. ჩვენი ჯგუფი, სამაშველო ჯგუფი შემოვიდა. ჩვენი ხელსაწყოთი გასინჯულია რადიაციული მიმართულებით და არანაირი რადიაციული ნივთიერების ნიშანი და კვალი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, არ ამგონია რომ რამე ძალიან სერიოზული იყოს საერთო ჯამში. სკოლა მთლიანად ევაკუირებულია და აქედან გამომდინარე კრიმინალისტებიც მუშაობენ და მიზეზები ალბათ ცოტა ხანში დადგინდება ახლო მომავალში.